გასული კვირის დაიჯესტში მოგიყვებით. Netflix-ი Assassin's Creed-ის მიხედვით აპირებს სერიალის გადაღებას. გვიბრუნდება ჯეკი ჩანი და ქრის ტაკერი ლეგენდარული პიკი საათით. ჩაინიშნა Forza Horizon 6-ის პრემიერა და ის უკვე იაპონიაში გადაგვიყვანს. ასევე მოგიყვებით ახალ ამბებს ავატარის ახალი სერიის გარშემო. აბა მოკალათით კარგად და დავიწყოთ. I need a DDI. I know you see me, yeah. Why you so greedy? Ay, I know you won't be me, yeah. Why you so Assassin's Creed-ზე გადაიღებენ ეკრანიზაციას. და როგორც Nexus Point News-ი ამტკიცებს, Netflix-ის პროექტი ნერონის ეპოქაში გადაგვიყვანს. იქ სადაც რომი ერთდროულად მარმარილოთი ბრჭყვინავდა და საკუთარ სიგიჟეებისგან იწვოდა. თუ ჭორები გამართა, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ფრანჩაიზი გადაგვიყვანს პირდაპირ რომის გულში, ესე ვთქვათ, იმპერიის გულში, რომელსაც თავადვე 10 წლეულების განმავლობაში ამუშავებდა კოდექსებს, დღიურებსა თუ არტეფაქტებში. Assassin's Creed-ს ესე ვთქვათ, რომთან დიდი ხნის დაუხურავი რომანი აქვს და ჩვენ ნახეთ მართალია კოლიზეუმი ბრაზერჰუდში, მაგრამ ეს უკვე გვიანი დაღლილი რომი იყო, რომელსაც უკვე ჭამდა პაპის ტახტის ეპოქის ინტრიგები. აი, იმპერიის აყვავების ხანა, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი 10 წლეული კი, ესე ვთქვათ, თეთრი ლაქაა და თან Netflix-ისთვის ძალიან გემრიელი თეთრი ლაქა. Კლიანობაში ნერონი იდეალური ფიგურა ასასინის ფაბულისთვის. პარანოიდი მართველი, რომელსაც დიდების მანიასა და თავდასხმებს შორის უწევს ბალანსირება. შეიძლება პოლიტიკური წმენდების ჩვენებაც, რომელიც ადვილად ჩაეწერება ასასინებისა და ტამპლიერების კონფლიქტში. ასევე რომის ლეგენდარული ხანძარი, რომელიც გარშემოდაც Ubisoft-ს თავისუფლად შეუძლია ჭეშმარიტების საკუთარი ვერსია ააგოს. ამას დაუმატეთ სენეკა ფილოსოფოსი, სტოიკოსი დამრიგებელი, რომლის სიკვდილიც თავისთავად უკვე გავს სცენას Assassin's Creed-დან და გასაგებიც ხდება რატომ აირჩიეს ეს ეპოქა. გადაღებები ხმების მიხედვით 26 წელს, ანუ მომავალ წელს იტალიაში დაიწყება. კასტინგი დადასტურებულია, მხოლოდ ერთი მსახიობი, ეს არის ტობი უოლსი, არის მნიშვნელოვანი ერთი დეტალიც. პირველი სეზონი დასრულებული ისტორიით უნდა იყოს. თუ Netflix მეორე მოუნდება, ტაიმლაინის და გმირების შეცვლა მოუწევს. ანუ შოუ აგებული იქნება თამაშების ფორმულით. ნახოთ რა გამოვა, საინტერესო იქნება სხვადასხვა ტაიმლაინები და ისტორიის ახალი ფანჯრების ნახვა. თითქმის 200 წლეული დუმილი და აი ისიც. პიკი საათი 4 ოფიციალურად დაიძრა ადგილიდან. ვერაითმა დაადასტურა, რომ Paramount-ი ახალი ფილმის დისტრიბუციას ჩაუდგება სათავეში. რეჟისორი კი ისევ სკანდალური, მან შეიძლება ცოტა ნაკლებად, ბრეი დრეტნერი იქნება. სწორედ ის ადამიანი, ვისაც ყველაფერი დაიწყო და ვიზეც ერთდროს ყველაფერი დასრულდა. მაგრამ ამჯერად პროექტის გაშვებას თან ახლავს გარემოებები, რომლებიც არც ლის და არც კარტერს სიზმრადაც არ უნახავს. Seinforce-ის მონაცემებით პროექტმა მიიღო პოლიტიკურობა დონალდ ტრამპისგან, რომელმაც პირადად სთხოვა სტუდიას ფრენჩაიზის აღორძინება და თუ ეს უცნაურად ჟღერს, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თანამედროვე ჰოლივუდში, სადაც ნოსტალგია, პოლიტიკა და პრობლემული რეჟისორი ისეთ სიუჟეტს ხლართავენ, რომელსაც თვით პიკის საათშიც კი ვერ ჩასვა. 38 წლის პიკი საათი დროის სუფთა სინერგია იყო. ჯეკი ჩადი ფიზიკური ფორმის პიკზე, ქრის ტაკერი ლაპარაკის პიკზე, რეტნერი კი იმ ფაზაში, როცა შეეძლო გადაეღო მხნე B კატეგორიის ფილმები ზედმეტი პრეტენზიების გარეშე. ეს იყო დინამიური ექშენ კომედია საფირმო ჯეკი სეულის სიგიჟით. 2001 წლის მეორე ფილმმა გაზარდა მასშტაბი და შესაბამისად ბიუჯეტიც, მაგრამ ჩანისა და ტაკერის ქიმიას მაინც მყარად ეჭირა ხომალდი წყალზე. აი უკვე მესამე ფილმი, რომელიც 2007 წელს გადაიღეს, ტონალობა ბოევიკიდან არც კი ვიცი რაღაც იდიოტურ მულტფილმში გადაიტანეს. რა ვიცი, აი წელს ქვემოთ ხუმრობები, მანსანკანის დონის სცენები, პისტოლეტის ლულის ქვეშ აშშ-ის ჰინცომ ღერიან ტრიადები და იმის სრული დაკარგვა, რის გამოც ხალხს ორიგინალი უყვარდა. ტრიკველი, რომელიც 140 მილიონი დოლარად გადაიღეს, ჩავარდა და შესაბამისად ფრანშაიზაც მოკვდა. რაშუაში არის აქ ტრამპი? Seinforce-ის ცნობით აშშ-ის პრეზიდენტი პროექტს ლამის მთავარი ლობისტი აღმოჩნდა. მან პირდაპირ სთხოვა Paramount სერიის აღორძინება, რადგან აღმერთებს 80-იანების ბოლოს და 90-იანების ბოევიკებს. აი იმ დროს, როცა ჟან-კლოდ ვან დამი და სილვესტერ სტალონე მოკლედ განაგებდნენ ბედს რა. როცა
კომედიური ექშენები მარტივი იყო და საერთოდ არ ცხვენოდა სასარცილო ყოფილიყვნენ, მაგრამ პოლიტიკური ჟესტის მიღმა გაცილებით პროზაული სურათი იმალება. Skydance-ის ფრთისქვეშ გადასული Paramount სასოწარკვეთილად ესაჭიროება ახალი რელიზები. სტუდია წარმოებას მოცულობა წელიწადში 15-დან მინიმუმ 14-13-მდე მაინც უნდა გაზარდოს. მიკი საათი კი ცნობილი ბრენდია. თუნდაც ოდნავ მტვერდადებული, მაგრამ მაინც. ბევრი კომპანია უარს ამბობდა პროექტზე უფრო რიტნერის გამო, მაგრამ Paramount-მა საკმაოდ მოსახერხებელი გარიგება მიიღო. სტუდია პასუხისმგებელი არის მხოლოდ გაქირავებას და არანაირ მარკეტინგსა თუ დაფინანსებაზე ის არ იღებს პასუხისმგებლობას. ანუ თავად ის არაფრით რისკავს. ეს არ ნიშნავს, რომ ფული თეთრი სახელიდან მოვა, მაგრამ ტრამპი გახდა ის ფაქტორი, რომელმაც რეპუტაციული, ესე ვთქვათ, ბერკეტი მოხსნა. გასარკვევი რჩება მხოლოდ ის, თუ ვინ გაიცნებს დღეს იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც ორიგინალში იყო. იმიტომ რომ ძალიან ბევრი დრო არის გასული და ეს საერთოდ შესაძლებელია თუ არა იმ ქიმიის გამეორება მიმდინარე დროში. ამას აუცილებლად გავიგებთ უახლოეს მომავალში. კური კურთხე. ავატარი ცეცხლი და ფერფლი. ეს იქნება ყველაზე ემოციური ავატარი და ამავდროულად ყველაზე ხანგრძლივი. ქრონომეტრაჟი შთამბეჭდავი 3 საათი და 15 წუთი გაგრძელდება. ეს ალბათ საკმარისი იქნება პანდორის ახალ კულტურაში ჩასაძირად. ოჯახური დრამის განცდისა და რამდენიმე აბსოლუტურად სიგიჟეს სანახავად. სიუჟეტი მაყურებლებს პანდორას ყველაზე სახიფათო რეგიონში გადაჰყავს ვულკანურ ბიომში, სადაც ცეცხლის ძველი კლანი ცხოვრობს. ეს არა მხოლოდ ახალი ლოკაცია, არამედ ახალი იდეოლოგიაც. ფელფში გაზრდილი ტომი ცეცხლს იყენებს როგორც ძალას და ასევე როგორც იარაღს. მათმა განმოჩენამ შესაძლებელია შეცვალოს ბალანსი ნავისა და ადამიანებს, ანუ უკვე უკან დაბრუნებულ ადამიანებს შორის, რომლებიც კოლონიზაციას აგრძელებენ და ძლიერდებიან. ჯეიკ სალი, ნეითირი და მათი შვილები კვლავ კონფლიქტის ეპიცენტრში აღმოჩნდებიან, მაგრამ ახლა ისტორიაში გაცილებით მეტი პირადი მომენტი იქნება. შემქმნელების სიტყვით ცეცხლი და ფერფლი იკვლევს იმას, რაც კინოში იშვიათად არის, ესე ვთქვათ, შესახები და საგრძნობი. ოჯახის სიმყიფე, მისი ფარული ბზარები და იმ მორალურ საყრდენებს, რომელიც სალის ოჯახს ერთად აკავებს. მაშინაც კი, როცა სამყარო ირგვლივ უბრალოდ ინგრევა. ამასობაში ჯეიკ კამერონიც ალაპარაკდა. პოდკასტში The Town მან შვიდა და თითქმის შვებით აღიარა, რომ თუ ავატარი 3 ჩავარდა, ის დრამატიზმისა და სკანდალების გარეშე უბრალოდ წავა როგორც ადამიანი, რომელიც 30 წელია ზურგით მოათრევს სამყაროს, რომლის რეალიზებაც კი, რომ მოხერხდა საერთოდ, ეგეც კი გასაოცარია. 30 წელი ეს მართლა ძალიან ბევრია, მისთვისაც კი. კამერონმა რამდენჯერმე გაიმეორა მარტივი აზრი. ფრენჩაიზა გახდა ზედმეტად ძვირი, ზედმეტად მასშტაბური და ზედმეტად დამოკიდებული იმაზე, რომ მოვა თუ არა ხალხი საერთოდ კინოში. ავატარ 3 ტონა ფული ღირს. ხარჯი რომ ამოიღოს, 2 ტონა უნდა გამოიმუშავოს. ეს თითქმის ციტატა არის. კამერონს ზოგადად ჩვევია საპროდიუსერო მათემატიკის კოლორიტულ ლექსიკაში გადათარგმნა. თუ დისნეი ვერ დაინახავს კომერციულ აზრს მეოთხე და მეხუთე ნაწილში, რეჟისორი არ აპირებს დაფინანსების მუდარას, შემოვლითი გზების ძებნას და ფრანჩაიზის ვინმესთვის სხვისთვის გადაცემას. თუ ყველაფერი ასე დასრულდება, ოკეი, მაგარია დარჩება ერთი დაუხურავი სიუჟეტური კვანძი და არაუშავს, წიგს დავწერ. ასეთია რეჟისორის პოზიცია. და კეთილი და პატიოსანი. და დიახ, მნიშვნელოვანია, რომ მის გარდა ავატარს არავინ გადაიღებს. პროექტით ან კამერონი დაკავდება, ან ისტორია უბრალოდ დასრულდება. ერთი შეხედვით, პირველმა 2 ნაწილმა გამოიმუშავა იმდენი, რამდენიც საჭირო იყო და იმაზე კიდევ ბევრჯერ მეტი. ჯამში თითქმის 6 მილიარდი დოლარი. მსოფლიო ბოქს-ოფისის 2 მწვერვალი, ორივე ავატარს აქვს დაკავებული. რეკორდული ტექნოლოგიები და ვიზუალური კულტურის მთელი პლასტი. მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელობაში ეს მაინც არ იძლევა გაგრძელების წარმატების გარანტიას. სამყარო იმაზე სწრაფად შეიცვალა, ვიდრე პანდორას, ესე ვთქვათ, ახალი ფანები შეემატა. ის რაც 2009-ში კულტურულ შოკად ჩანდა, დღეს უკვე აღიქმება როგორც იმ ეპოქის სამუზეუმო ექსპოზიციის ნაწილი. როცა კინო ჯერ კიდევ აოცებდა ხალხს და კამერონმა ალბათ ეს ყველაზე კარგად იცის. სწორედ ამ აზრით მოგვიწევს ყოფნა ფანებს უახლოესი წლები. ავატარ 4 მხოლოდ 29 წელს უნდა გამოვიდეს, ავატარ 5 კი 31-ში.
ერთი არის რომ დასამშვიდებლად იმასაც გეტყვით რომ არც ისე ტრაგიკულადაა საქმე. მეოთხე ნაწილის გადაღება უკვე ნახევრად დასრულებულია, მაგრამ თავად კამერონი მიანიშნებს რომ შესაძლებელია პაუზაც კი აიღოს, რათა საგა ესე ვთქვათ ავტოპილოტზე არ გადაიღოს. როგორც არ უნდა იყოს, გენიალური რეჟისორი უკვე მერვე 10 წლეულის შეუსრულდა. ნებისმიერ შემთხვევაში ფრენჩაიზა ამ მომენტისთვის წინ მტკიცე-ნაბიჯით მიიწევს, უზარმაზარი ბიუჯეტები, თამამი ბიომები, ოჯახური დრამა და საინჟინრო ფანტაზია. სანამ ჰოლივუდი დაობს, საჭიროა თუ არა საერთოდ 3 საათიანი ფილმები, კამერონი ეკრანზე უბრალოდ მოაქვს და დგავს აღნიშნულ ფილმებს და ეს მართლაც დაუჯერებელი არის. როგორც ინსაიდერი ნეიძ ჰეითი ირწმუნება, საბოლოო თამაში Forza Horizon 6 მომავალი წლის პირველ ნახევარში გამოვა. შესაბამისად, სრულფასოვანი პრეზენტაცია უახლოეს 2-3 თვეშია მოსალოდნელი. ჯერჯერობით პროექტის შესახებ მხოლოდ ერთი რამ არის დადასტურებული. Forza Horizon 6-ის მოქმედება იაპონიაში განვითარდება. ამას ფანები მეორე ნაწილიდან მოყოლებული ითხოვენ. სტუდია გვპირდება, რომ ზედმიწევნით გადმოსცემს ადგილობრივ ამინდს, ქუჩის კულტურას და ავტოპარკს, რომელიც წინა ჰორაიზონებში, რა ვიცი, არაფრით არ ჩამოუვარდება, მაგრამ მოლოდინის დონის გასაგებად უნდა გავიხსენოთ თუ რა გააკეთა წინა ჰორაიზონ 5-მა და რატომ არის თამასა ასე მაღლა აწეული. მეხუთე ნაწილი 2021 წელს გამოიყურებოდა როგორც მთელი სერიის შეჯამება, რომელიც უზარმაზარ, ხმაურიან და ჭკვიალა ბლოკბასტერად შეიკრა. სწორედ ამიტომ არის Horizon 6-ზე დაკვირვება ასე საინტერესო. Playground-მა საკუთარი თამასა წარმოუდგენელ სიმაღლეზე აწია. კონკურენტები უბრალოდ არ ყავს. ხოლო რომელიღაცა Need for Speed-თან მასთან მისი შედარება უფრო ხუმრობად გამოიყურება. Horizon 5-მა პირველად მოგცა საშუალება თავად გაგვეხსნა ახალი საფესტივალო მოედნები და გაგვეარა ექსპედიციები, დადგმული მგზავრობები, რომლებიც თამაშს ყველაზე ეფექტურ პირობებში წარმოაჩენს. ეს იყო პატარა შოუები, რომლებშიც იცვლებოდა ამინდი, განათება და სცენები. Horizon 5-მა ზოგადად თვითონ Horizon-ი აღმოჩნდა იშვიათი თამაში, რომელშიც არა მხოლოდ მასშტაბი გაიზარდა, არამედ წარმატებით გადაიაზრეს მისი სტრუქტურაც. მექსიკის რუკა გიგანტური და საოცრად მრავალფეროვანი გამოვიდა. ვულკანური სიმაღლეები, გიჟური ცვალებადობით, ხშირი ჯუნგლები, კანიონები, პატარა ქალაქები, სანაპიროები, უდაბნოები და ყველაფერი თან უწყვეტ ერთ კაცში ყველანაირი ჩატვირთვის გარეშე. ისეთი დეტალიზაციით, რომელსაც დღევანდელი ნებისმიერი AAA ტიპის თამაშიც კი ნამდვილად შურის თვალით შეხედავდა. განახლებული ფიზიკა, გადამუშავებული ხმები, ტურის, კვამლის, სინათლის გაუმჯობესებული მოდელები, ასობით დეტალი და თავარი, რაც ზოგადად ახასიათებს, ვისაც გაქვთ თამაშები და გიყვართ ჩემსავით ეს სეტინგი, არის Forza-ს თავისუფლება. მოთამაშეს შეუძლია წავიდეს სადაც სურს და ყოველთვის პოულობს ისეთ რამეს, რაც, ძვირადღირებულ დადგმას უფრო გავს და არა ტიპიურ სარბოლო აქტივობას. ამასთან, Playground-მა უზარმაზარი სამუშაო გასწია ფიზიკისა და საჭესთან ჯდომის შეგრძნებაზე. მანქანა ერთმანეთისგან ბევრად უფრო ღრმად განსხვავდება, ხმა სრულიად განახდა. დაკიდების სისტემის ქცევა უგზოობაზე უფრო რეალისტურია. ხოლო მძლავრი მანქანების ხმა როგორც იქნა, ისმის ისე როგორც უნდა ისმოდეს. მაგრამ ალბათ თავარი Horizon 5-მა გააკეთა, ის სერიის ყველაზე ხელმისაწვდომ თამაშად იქცა, ისე რომ სიღრმე არ დაუკარგავს. არ გაძლებენ თამაშის გავლას, შეგიძლია წახვიდე სადაც გინდა, მიიღო ჯილდოები. ნებისმიერი სტილისთვის გინდა იდრიფტავე, გინდა იკვლიე, გინდა ააშენე ტრასები ან შეასრულე სეზონური გამოწვევები. სწორედ ამიტომ არის Forza Horizon 6-ის მოლოდინის წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ. იაპონია როგორც სეტინგი უფრო საჩუქარია ალბათ ფანებისთვის. ლეგენდარული სერპანტინები, ღამის ქალაქი, წვიმა, ნისლი, ულტრათანამედროვე არქიტექტურა, წყნარი პროვინციის გზები და ეს ყველაფერის ნაზავი Playground-ს ეძლევა შესაძლებლობა შექმნას ყველა დროის ყველაზე ატმოსფერული Horizon-ი და აქ თითოეულ დეტალს ექნება უდიდესი მნიშვნელობა. სველი ასფალტიდან კი რო გადმოდიხარ, რა ხმა იქნება საბურავებს დარწმუნებული ვარ, ეგეც კი სკულპტუროზულად იქნება დამუშავებული. იაპონური ავტოპარკის სპეციფიკით დამთავრებული, რომელიც ასევე ძალიან მოლოდინის ქვეშ არის, იმიტომ რომ თვითონ იაპონურ ავტოპარკსაც უზარმაზარი ფანბაზა ყავს. მაგრამ თამაშმა მხოლოდ თავისთავად კი არა, უნდა მოახდინოს ისეთი შთაბეჭდილება, რომ მეხუთე ნაწილი ეს არ იყო კულმინაცია აღნიშნული ხაზის და მეექვსეს შეუძლია კიდევ ჩვენი გაკვირვება.
დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ. თუ მოგეწონათ ვიდეო არ დაგავიწყდეთ მისი დალაიქება, თუ ზოგადად კონტენტი არხის გამოწერა. აბა, ნახვამდის. I know you won't be me, yeah. Why you so needy? Ay, I gotta keep it 100. My money abundant, my project is funded.